ღია ეთერში დაგიბრუნდით გადაცემით მწვანე რჩევები ლანდშაფტის დიზაინერი ქეთევან ჯანხოთელის შემოგვიერთდა და ძალიან საინტერესო თემით დღეს ვისაუბრებთ მცენარეებზე ნიკოლოზ ბარათაშვილის შემოქმედებაში. ქეთი, მოგესალმებით, დიდი მადლობა რომ ჩვენთან ერთად ხართ. ეს ციკლი უკვე კარგახანია დავიწყეთ და დღეს უკვე ნიკოლოზ ბარათაშვილზე, არაჩვეულებრივ პოეტზე, რა თქმა უნდა, ვისაუბრებთ. ალბათ ვერ მოვიფიქრებთ ისეთ განსაკუთრებულ კიდე ეპითეტს, რითიც შეიძლება მისი შემკობა, ხო? მაგრამ საინტერესოა თუ როგორი დამოკიდებულება ჰქონდა ნიკოლოზ ზოგადად მცენარეებთან და რამდენად იყო მის შემოქმედებაში, თუნდაც გამოყენებული ასახული ცხოვრებაშიც, მოკლედ ძალიან საინტერესო აქცენტებს გავაკეთებთ დღეს. გისმენთ. მოგესალმებით ნინო, მივესალმები მსმენელს, მაყურებელს. დიახ, დღეს ნიკოლოზ ბარათაშვილზე ვისაუბრებთ და ძალიან საინტერესო მასალები მოვიძიებ მე და პირველ რიგში მის წარმომავლობაზე, ბიოგრაფიაზე ვისაუბრებ, შევეხოთ ამ საკითხს და ის დაიბადა 1817 წელს, სხვათა შორის ხვალინდელ დღეს 4 დეკემბერს არის მისი დაბადების დღე, ასე დაემთხვა ჩვენს გადაცემას და მისი საზოგადოებრივი სტატუსი იყო ძალიან მაღალი, ის იყო ერეკლე მეორის შთამომავალი დედის ხაზით და მამის ხაზითაც ძალიან წარმოსადეგი საგვარეულო ჰქონდა და პირდაპირ ორივე მხრიდან მეფეების შთამომავალი იყო და ძალიან კარგი საოჯახო და საზოგადოებრივი მდგომარეობა ჰქონდა და იყო არისტოკრატიული წარმომავლობის ერთგვაროვანი პოეტი. თუმცა ეს არისტოკრატიული წარმომავლობა არ ნიშნავდა იმას, რომ ის იყო მდიდარი და მეცაც ვიტყვი, ეს იყო გაღარიბებული თავადაზნაურობის წარმომადგენელი და მამამისი მელიტონ ბალანჩივაძე იყო ერთ დროს დიდი სტატუსის მქონე ადამიანი, ის ძალიან განათლებული იყო და თარჯიმნად მუშაობდა მაღალჩინოსნებისთვის და ოჯახში მიიღო ნიკოლოზმაც პირველი განათლება და საკმაოდ კარგად მიდის ეს განათლების საკითხი მათ ოჯახში. თუმცა აი დედაზე ვისაუბროთ. დედა ეს იყო ეფემია ორბელიანი, რომელმაც ნიკოლოზ პირველი ასია ნახსენები, რომ მან შეასწავლა პირველად წერა-კითხვა ნიკოლოზ ბარათაშვილს, თუმცა შემდეგ აი სწავლის საკითხს რომ გადავავლოთ თვალი, ის შემდეგ 8-9 წლის ასაკში კალოუბნის სამრევლო ტიპის სასწავლებელში დადიოდა და ეს სასწავლებელი ბუნების წიაღში იყო და პირველი აი შეხება ბუნებასთან, რაღაცა თვალის გასწორება ამ თბილისის ლამაზ ბუნებას სწორედ აი აქ მოხდა და შემდეგ ხდება ნიკოლოზი უკვე 10 წლის ასაკში ის აბარებს თბილისის კეთილშობილთა სასწავლებელში, რომელიც 3 წლის შემდეგ თბილისის გიმნაზიად გადაკეთდა და ნიკოლოზ ბარათაშვილი თავისი კარგი სწავლით ხდება გიმნაზიელთა იმ წრეში, რომლებსაც პანსიონში სწავლის საშუალება ჰქონდა. თუმცა ის იყო ნახევარპანსიონელი, ანუ მას სახლში წასვლის საშუალებაც ეძლეოდა. დიახ. და სწორედ გიმნაზიის პერიოდში, გიმნაზიაში სწავლის პერიოდში, მან თავის პოეზიაში პირველად გამოიყენა ყვავილები, ხო? დიახ, მან გიმნაზიის პერიოდში გამოავლინა პირველი თავისი პოეტური ნიჭი და ხასიათით, ეროვნული ხასიათი. და ახსენა ყვავილები. ნახეთ, პირველ რიგში მინდა ვთქვა, რატომ ახსენა და როგორ ახსენა ეს ყვავილები. აქამდე რომ მივიდეთ, აუცილებლად უნდა ვახსენო მისი მასწავლებლები, გიმნაზიის მასწავლებლები, ეს იყვნენ სოლომონ დოდაშვილი და რომელიც ქართულ ენასა და ლიტერატურას ასწავლიდა და აყვარებდა ქართულ ისტორიასთან ერთად. სოლომონ დოდაშვილი, რა თქმა უნდა, ყველა ვიცით, რომ 1832 წლის შეთქმულების ერთ-ერთი ორგანიზატორი იყო და შემდეგ დაიჭერას ის და სწორედ ის იყო მოკლედ ჩვენი ტატოს მასწავლებელი და ასევე დემენტიევი, რომელიც რუსული ენის მასწავლებელი იყო, თუმცა ის სულ სხვაგვარად, ძალიან პოეტურად და სხვანაირი ხაზით ასწავლიდა რუსულს, პუშკინს უკითხავდა და ძალიან თბილი მასწავლებელიც ყოფილა სხვებისგან განსხვავებით. აი ამ ორს გამოყოფს განსაკუთრებით ესე იგი ისტორია. რაც შეეხება უმაღლეს განათლებას,
რატო ბარათაშვილმა ვერ მიიღო უმაღლესი განათლება, რადგანაც იმ პერიოდში, როდესაც მას აი ეს მიმართულება უნდა აიღო, ოჯახის საშუალება არ ჰქონდა და მისი დიდი სურვილის მიუხედავად, რომ მას თუნდაც უმაღლესი განათლება მიიღო, ან სამხედრო მიმართულებით წასულიყო, ვერ აუხდა ეს ოცნება. ისევ და ისევ ოჯახური მდგომარეობის გამო. თუმცა მე ვფიქრობ, რომ ის თავისი ხასიათი ვახსენე და ხასიათის გამოვლინება მოახერხა მან და აი ეს პირველი ლექსები, სწორედ ამ ხასიათის გამოვლენის გამო მას შეეშალა ხელი აი ამ განვითარებაში, იმიტომ რომ შემდეგ თითქოს ჯიბრით ჩაუსაფრდნენ მას და აღარ მისცეს აი ამ მიმართულებით წასვლის საშუალება და მოდი ახლა ვახსენოთ ის ლექსები, რომლებიც მან გიმნაზიის პერიოდში 1833-34 წლებში გამოაქვეყნა. ეს მოხდა ხელნაწერ ჟურნალში, ეს იყო თბილისის გიმნაზიის ყვავილი, ასეთი ჟურნალი გამოსცეს მან და მისმა მეგობრებმა და აქ მეოთხე ნომერში, რომელიც სხვათა შორის დაკარგულია და არ იძებნება, უბრალოდ მეხუთე ნომრის საერთო სარჩევში იკითხება, რომ ეს ლექსები იყო წარმოდგენილი ნიკოლოზ ბარათაშვილის მიერ, ხვდებით ასეთ ლექსებს. აი პირდაპირ ყვავილებით იწყება ბარათაშვილის შემოქმედება. ვარდი და ია, ნარგიზი და ყაყაჩო, ვარდი და ბულბული. შემდეგში ვარდი და ბულბული გადაკეთდა ბულბული ვარძეთ. აი ამ ლექსად ოდნავი ცვლილებები შეიტანა და აი ამ სათაურით გამოქვეყნდა. ასევე იყო კავკასიური მოთხრობა და შემოღამება მთაწმინდაზეთ. პირდაპირ მოდით აი დავიწყოთ ამ ესე იგი სუმბული და ნარგიზი და ყაყაჩოს განხილვით და ძალიან საოცრია ის საკითხი, რომ ასეთი ახალგაზრდა ადამიანი ასეთ ღრმა ფილოსოფიურ ხედვას გვთავაზობს. თითქოს აი რაღაც ჩვეულებრივ ყვავილებზეა საუბარი და ამ დროს ამაში საქართველოს ბეძია საუბარი. ახლა მე ერთ ლექსს წავიკითხავ ნარგიზი და ყაყაჩოს და შემდეგ განვარტოთ რა და როგორ იგულისხმება ამაში და როგორ გამოვლინდება აქ ბერძნული მითოლოგიის ცოდნა და პარალელები საქართველოსთან. ნარგიზი და ყაყაჩო, ველსა ტურფასა საამურსა ხმა ისმის, ხანცა ბულბულთა ხანცა სირთა ხან ისმის, ბუჩქზედ ნიავი მომფრინავი და ისმის წყარო მგზავრთაგან მოშრალთაგან მტკბარადა. ყვავილი ორი მუნმდი დგომარი ღაჟღაჟებს, ყაყაჩო ნაზად ალისფერად ღიღი ბიბინებს. ნარგიზიც რწყამს წყარო, ნარგიზსაც რწყამს რწყარო, ქრის ზეფირო ანცადა. ნარგიზმან შლილმან ყვითლად მოსმან ფურცელი, გარდიშალა განაყვითლა მან ველი. რქვა ყაყაჩოს ალისფერსა, ხარ ჭრელი, მითაც არ მშვენი, ხარ მოხრილი ავადა. ყაყაჩო შეხდა, განიფურჩქნა სუნელად. რქვა ნარგისა მოკამათესა ნელ-ნელად, შვენიერება გარეგანი არს მართლად, უშინაგანოდ ფუჭი, ყველგან მარადო. ესე იგი, აქ ნარგიზი და ყაყაჩო ეს არის ჩვეულებრივად ყვავილები, ყველამ ვიცით, მაგრამ თუ ამაში ჩვენ დავინახავთ ბერძნული მითოლოგიის მნიშვნელობებს, მივხვდებით, რომ ნარგიზი ეს არის ბერძნული მითოლოგიის ერთ-ერთი პერსონაჟი, რომელსაც თავისი თავი შეუყვარდა და დაღუპა ამ ყველაფერმა. ყაყაჩო კი ძილის მიძინებული მდგომარეობის ალეგორიაა და ნარგიზში იგულისხმება რუსეთი და ყაყაჩოში საქართველო. მაგრამ რატომ ბერძნული მითოლოგიით მან და მაინც ჩვეულებრივ ყვავილად რატომ არ უნდა აღვიქვათ და რატომ ბერძნული მითოლოგიით? აქ თვითონ ბარათაშვილი გვაძლევს მინიშნებას, როდესაც ამბობს, რომ ესე იგი, ქრის ზეფირო ეს არის ზეფიროსი, დასავლეთის ნიავი, დასავლეთის ქარი და რა თქმა უნდა, აი აქ დასავლეთ ევროპას გადაწყვეტა და აი ეს გვაძლევს ჩვენ სწორედ აი ამ ჭრილში ამ ლექსის გააზრების საშუალებას. ვარდი და იაშიც მსგავსი ტექსტია, თუმცა როგორც ჩანს, ვარდი და ია მას უფრო ადრე დაუწერია. აქაც არის ნახსენები იგივე ზეფირო, თუმცა ვარდი და იას შემთხვევაში აქაც ვარდი რუსეთია და ია საქართველო. აი შემდეგ დახვეწა უკვე რახან ზეფირო ახსენა, უკვე სხვა მნიშვნელობებით შესინა აი ამ ნარგიზსა და ყაყაჩოს ლექსში.
და აი სხვა ზოგადად აი შემოქმედებასაც დიახ სხვა შემოქმედების სხვა ნაწარმოებებსაც რომ შევავლოთ თვალი, ესე იგი მის შემოქმედებაში აი მრავლად არის ნახსენები, ლექსები და შეიძლება 4 ძირითადი მიმართულება გამოვყოთ. ესე იგი, სადაც არის რელიგიური მოტივებით ნახსენები, მცენარეები, ეროვნული მოტივებით ნახსენები, ასევე სატრფიალო კუთხით გამოყენებული და ეს მცენარეები და ასევე ბუნება და პეიზაჟები. ბუნება და პეიზაჟები ყველაზე ისეთი მარტივად მისახვედრია, რომ აქ მცენარეებს გვერდს ვერაული და აი ბუნების მაგალითზე გვაქვს შემოღამება მთაწმინდაზე, სადაც თბილისის მიდამოებზეა საუბარი. ამავე შემოღამება მთაწმინდაზე შეიძლება ერთი ვერსიაა და სწორედ ამაშივე ვკითხულობთ რელიგიურ მოტივებსა, სადაც მცენარეებს გაშლილ წმინდა ტაბლას ადარებს და აი ველს მცენარებით მორთულ ველს წმინდა ტაბლას ადარებს ადრის. შემდეგი ბუნების პეიზაჟებით, რა თქმა უნდა, ღამე ყაბაღზე, აქაც თბილისის პეიზაჟებია წარმოდგენილი და ყველაზე ნაცნობი და ყველასათვის ძალიან საყვარელი, რა თქმა უნდა, ბედი ქართლისა, სადაც მეორე კარს პირდაპირ იწყებს მორბის არაგვიანი, მას მოსახიან თანიტყიანი და აი აქ, რა თქმა უნდა, ატეხილ ჭალებში და აი სხვა ბუნების პეიზაჟების ახსნით ის ძალიან ლამაზ სურათს გვინახავს და ეს ძალიან თვალის მომჭრელი და მრავალფეროვანია. რა თქმა უნდა, სატრფიალო კუთხით რა ბარათაშვილი თავის ლექსებს როგორც გადაითვალეს, სულ 4 მუზა ყავდა, 4 ქალის სიყვარულით წერდა ის ლექსებს, თუმცა უფრო მეტად ეკატერინა ჭავჭავაძე ითვლება მის მუზად და ყველაზე მეტი ლექსი მისთვის აქვს მიძღვნილი და რა თქმა უნდა ჩვენც გადავავლოთ თვალი და პირდაპირ თითქმის ყველა ლექსში მის მიმართ მიძღვნილ ყველა ლექსში მცენარეს ახსენებს და ეს არის თავადის ჭავჭავაძის ასულ ეკატერინას, სადაც ვარდსა და ბულბულს მიელხინარეო, აქ იგულისხმება სიმღერა, რომელსაც ვარდსა და ბულბულზე, რომელსაც მღეროდა ეკატერინა ჭავჭავაძე და ამას ახსენებს და ასევე საყურე, სადაც საოცარი ლექსი. ვითა პეპელა არხევს ნელ-ნელა სპეტაკლს შროშანას ლამაზად ახრილს. აქ შროშანაზე გვაქვს ესე იგი საუბარი და რაღაცა ყვავილის ასოციაცია წამოვიდა და ძალიან აღევა ამ შეხვედრამ და მიუძღვნა ლექსი. ასევე ფორტეპიანოზე მომღერალი ესეც ეკატერინე ჭავჭავაძეს ეხება და ზამბახცებს და ვარდებს ახსენებს და აი იპოვა რაღაცა რითმაში ადგილი აი ამ მცენარეებისთვის და შეამკო კიდევ დამატებითად შეამკო ეს ულამაზესი ქალბატონი. და კიდევ ერთი გვაქვს შეგვიძლია განვიხილოთ, ეს არის რად ყვედრი კაცსა. აქაც ულამაზესად არის გარითმული მცენარეებზე საუბარი, დავით ყვავილი თავის დროზე მსწრაფლად დაჯკნების. აქ რა თქმა უნდა საუბარია იმაზე, რომ ყვავილები რაღაც მოკლე სიცოცხლის ვადაზეა საუბარი და ძალიან ლამაზად არის, ახლა სრულად არ წავიკითხავ, თუმცა ძალიან ლამაზად არის ეს ყველაფერი ჩართული. ძალიან ხშირად იყენებს პოეზიაში მცენარეებს, ყვავილებს. ნუ აი ყველა პერიოდში თან ხო ბავშვობიდან ანუ გიმნაზიიდან მოყოლებული უკვე შემდეგ ზრდასრულ ასაკში. კი და ნახეთ აქ ცოტა რაღაცა მცირე დოზებით ამოვკრიფე მე სადაც არის გამოყენებული ეს მცენარეები, თუმცა ერთი ყველაზე ნიშანდობლივი ლექსი არის ჩინარი და ის სრულად ეხება ჩინარს, ესე იგი ეს არის ზოგ შემთხვევაში აი მაყაშვილის ლექსიკონში ახსნილია როგორც შეიძლება იყოს ჭადარი, თუმცა თვითონ ბარათაშვილი გვეუბნება რომ ეს არის ალვის ხეზე საუბარი და აქ საუბარია ალვის ხის და მტკვრის სიყვარულზე და ძალიან ლამაზი ლექსია ეს და შეგვიძლია რომ ბევრი ვისაუბროთ ამ მიმართულებაზე და კიდევ ერთი მიმართულება ავხსნათ, ეს არის ბარათაშვილის პირად წერილებში წარმოდგენილი მცენარეების აი რაღაცა
პატარ-პატარა გაელბებებიც შემომხვდა ამ წერილებში და ეს არის თუ სხვათა შორის თუნდაც სამეურნეო კუთხით თითქოს არ წარმოგვიდგენია რომ რაღაც ბარათაშვილთან რაღაც შეიძლებოდა ამას ქონოდა პარალელი, მაგრამ ის თავის ბიძას ილიას ურჩევს ერთ-ერთ წერილში, რომ ილიას არა, ზაქარიას ურჩევს ერთ-ერთ წერილში, რომ ესე იგი შეეშვი იარაღის ჟღარუნს და მიხედე მეურნეობას, დაუბრუნდი შენს გლეხებს, რომლებიც უკვე დიდი ხანია მიტოვებული არიან და უპატრონოთ არიან დაყრილებიო. მოუწოდებს აი ამ მეურნეობასთან დაბრუნებაზე, რადგანაც ის სამხედრო პირი იყო და დიდი ასპარეზი ჰქონდა იმ მიმართულებით. ილია ვახსენე და ილიასთანაც გვაქვს მსგავსი შემთხვევა. ერთ-ერთ წერილში მაიკ ორბელიანს ნიკოლოზი წერს, რომ ესე იგი ილიას საქმეო ასე არისო, რომ კარგად არისო და მის თავში არის ბოსტანი და გულში სიყვარული. და ხა რას ნიშნავს ეს? ამ ყველაფრის განმარტებას ჩვენ ხვდებით გრიგოლ ორბელიანის ერთ-ერთ წერილში ზაქარიას მისი ძმის ზაქარიას მიმართ, რომ თურმე ილია ესე იგი 80 დღის ბოსტანს აკეთებინებსო და დიდ მეურნეობას გეგმავენო მოკლედ ის და მისი თანაშემწე და საბოლოო ჯამში ეს განზრახვა და ეს წამოწყება ილიას ძვირად დაუჯდაო და არ გაამართლაო, თუმცა აი ასე 500 თუმნობით ითვლიან მომავალ შემოსავალებსო. აი ესეთი მიმართულება გვაქვს და ძალიან საინტერესო. აისაბა ერთ-ერთ წერილში მაიკ ორბელიანს ნიკოლოზი წერს უკვე გადასახლებული, უკვე განჯაში გადასახლებული, წერს, რომ რა გამოგიგზავნო აქიდან ბროწეული ვაშლი ატამი ყურდენი ამათ მაღაზინებში ამის მეტი არა არის რაო. ანუ რაღაცა როგორც პრეზენტი იმ კუთხითაც უყურებდა აი ამ ესე იგი ხილს. ვახსენე მე განჯა და ნელ-ნელა წავიდეთ განჯის მიმართულებით, გავყვეთ ბარათაშვილს და განჯაში წასვლა მისი წასვლა ალბათ გადახვეწა უფრო, გამოიწვია სამსახურის შოვნის სურვილმა, იმიტომ რომ მას თბილისში არ მოემართა სამსახურში დიდად ხელი, ის წლების მანძილზე კი მუშაობდა სასამართლოში გადამწერად, თუმცა იქ ყოფნა უფრო აღიზიანებდა მას, იმიტომ რომ იქ ისეთ საკითხებთან უწევდა შეხება, რომ უფრო მეტად ღიზიანდებოდა აი ამ რუსული ცარიზმის გავლენებით და უსამართლობით. და ხელფასიც ძალიან ცოტა ჰქონდა. შესაბამისად, მან დაიწყო სხვა შორეულ პროვინციებში სამსახურის ძიება და ჯერ ნახიჩევანში და შემდეგ განჯაში წავიდა სამუშაოდ. განჯაში მან სულ 4 თვე დაჰყო და შემდეგ მალარიით გარდაიცვალა. და განჯაში მას ჰქონდა ესეთი ტრაგიკული ბედით დასრულდა მისი ცხოვრება იქ, თუმცა მას ჰქონდა ასევე სასიყვარულო ურთიერთობის მცდელობა. ყოველ შემთხვევაში ყავდა იქ შეგულებული ქალბატონი, რომელიც გათხოვილი იყო და თუმცა ბარათაშვილს ძალიან მოწონდა. მაგრამ მასთან დაკავშირებით მცენარეებსთან ვერ გავავლე პარალელს, ამიტომ დიდად არ შევეხები. მხოლოდ იმას ვიტყვი, აი რასაც შეგვიძლია ჩვენი კუთხით ვისაუბროთ, ეს არის მისი გარდაცვალების შემდეგ რა მოხდა. ის დაასაფლავეს რუსული ეკლესიის გალავანში და შემდეგ ამ საფლავს ცნობდნენ მხოლოდ იმითი, რომ იქ დიდი კვიპაროსის ხე იყო ჩარგული. ერთადერთი ამითი იცნობოდა მისი საფლავი, თითქოს ეს კვიპაროსი საპატიო ყარაულში ედგა ჩვენს დიდ მგოსანს და სხვა არაფერი იყო მისი მანიშნებელი. შემდეგ მისი დატირება ვერავინ ვერ მოახერხა, იმიტომ რომ ოჯახი გაჭირვებული იყო და მხოლოდ რამოდენიმე თვის შემდეგ დედა ეფემია და მისი ბიძა ილია ჩავიდნენ და ილიამ მას საფლავის ქვა გაუკეთა. თუ
თუმცა წლების მერე, როდესაც უკვე მეორედ დადგა უკვე ილია ჭავჭავაძის მიერ მისი გადმოსვენების საკითხი და ესეც ძალიან შემთხვევით მოხდა, იმიტომ რომ ილია ჭავჭავაძემ შემთხვევით ერთ-ერთ ჟურნალში პატარა განცხადების სახით ამოიკითხა, რომ სწორედ იმ ადგილზე, იმ ეკლესიის შენობაში, სადაც ნიკოლოზ ბარათაშვილი იყო დასაფლავებული, თურმე აპირებდნენ გზის გაყვანას და იმ ადგილზე ბაღის გაშენებას. და აი უკვე დაჩქარებული მეთოდით ოჯახს მიმართა, რომ აი როგორც საზოგადო მოღვაწე, არა, როგორც ოჯახის წევრი შეგიძლიათ გადმოასვენოთ და მართლაც ასე გაჭიანურებულად, თუმცა მაინც მოხდა. და რატომ უყვები ახლა ამას? როდესაც ესე იგი ჩავიდა იქ დელეგაცია უკვე გადმოსვენების საკითხთან დაკავშირებით, რომ აი ეს პრაქტიკული საკითხები მოეგვარებინათ, ბერი პოვეს საფლავი. როგორც ჩანს ის საფლავის ქვა, რომელიც ილიამას გაუკეთა, ისიც იყო გადაგდებული, არ მოიპოვებოდა და რამოდენიმე ადგილი 24 მუშა გამოვცვალეთო, რომ ის ადგილი გვეპოვნა, სადაც დასაფლავებული იყო. და შემდეგ უკვე იმედი რომ გადაეწურათ, შემდეგ უკვე მართლა აღმოაჩინეს მუნდირის ფოლაქებით და ყველაფრით დეტალებით ამოიცნეს, რომ ნამდვილად მისი ცხედარი იყო. და ძალიან გაუკვირდათ, რომ აი 48 წლის წინ იყო დასაფლავებული, მაგრამ რატომღაც ზედმეტად იყო მისი საფლავი გახრწნილი და აქაც კიდევ ერთ მცენარეს ვაწყდები. ესე იგი აღმოჩნდა, რომ ის ბაღი, რომელიც იქ გაშენდა, როგორც ჩანს, იმ ადგილზე ჩაურგავთ ამ ბაღის გასაშენებლად, იმ ადგილზე ჩაურგავთ აკაკის ხე, რომელსაც რწყავდნენ, რომ გახარებულიყო და აი ზედმეტად გადარწვის გამო ეს საფლავიც ჩაიკარგა. ძალიან დიდი მადლობა ესეთი საინტერესო ეთერისთვის. Ცუდად ხომ მაინც არ ჩაივლის ეს განწირულის სულისკვეთება და გზაუვალი შენ გათელილი მერანო ჩემო მაინც დარჩება და მართლაც ზოგადად როდესაც ბარათაშვილზე ვსაუბრობთ, თან აი მისი ტრაგიკული ცხოვრება თვალწინ გვიდგება და რაღაც ესეთი ბედი ქონდა ამ საოცარ მგოსანს და ეს მართლაც არის პოეტი, რომელმაც ეპოქებს გაუძლებს და ნიკოლოზ ბარათაშვილის სახლი და გვარი არასდროს არ წაიშლება. ქეთი მადლობა და ვფიქრობ, რომ ჩვენმა მსმენელმა და მაყურებელმა ძალიან ბევრი საინტერესო რამ გაიგო, რაც ჩვენ არ ვიცოდით. თუმცა რა თქმა უნდა მის პოეზიას ყველა იცნობს, მაგრამ ეს მნიშვნელოვანი აქცენტები იყო დღეს მცენარეებთან მიმართებაში. კიდევ მადლობა. მადლობა თქვენ. ქეთი ჯანხოთელი თანაწამყვანი იყო ჩვენთან ერთად, ვისაუბრეთ მცენარეებზე ნიკოლოზ ბარათაშვილის შემოქმედებაში. ეს იყო გადაცემა მწვანე რჩევები, რადიო მედიის დილის არხი აგრძელებს მაუწყებლობას, მე მალე დაგიბრუნდები.